საინტერესო ბლოგებმა და სტუმრებმა მოიყარეს თავი დღევანდელ გამოშვებაში და დღევანდელ ეთერს ვიწყებთ ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებული რუბრიკით, რომელსაც ტრადიციისამებრ ნათია შათირიშვილი უძღვება. მოგესალმებით ნათია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. საინტერესო სტუმარი არის დღეს და ხსნით ძალიან საინტერესო სტუმრით დღევანდელ გამოშვებასაც ტრადიციისამებრ და მოკლედ გისმენთ ყურადღებით დღეს მედიცინაზე მოგვიწევს საუბარი პირდაპირ ეთერში. ასე რომ მოგესალმებით და გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა ქალბატონ თამარ ჭიჭინაძეს, რომელმაც დღეს გამონახა დრო და გვეწვია. ის არის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის საპატიო წევრი უკვე რამდენიმე წელია. თითქმის დაფუძნები და შეიძლება ითქვას კი უკვე რამდენიმე წლებია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. ქალბატონი კლინიკა ტერდის დამფუძნებელი და დირექტორია და პირდაპირ კითხვით გადმოვალ თუ შეიძლება. ეს არის ერთ-ერთი ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი სამედიცინო მიმართულებით. ხო თქვენ ამას უკეთ ჩაშლით თავისთავად ხედია, მაგრამ ერთი კითხვა მაწუხებს თუ შეიძლება ესე ითქვას. რამდენად ინფორმირებულია მოქალაქეები აი ამ ესე ვთქვათ მიმართულების შესახებ და რა ზომები შეიძლება განახორციელოს მოსახლეობამ, ეს იქნება აღმოჩენიდან, აღმოფხრიდან, მკურნალობიდან თუ ასე შემდეგ. ანუ რასთან გვაქვს საქმე, რას ემსახურება კლინიკა ტერდი? კი ბატონო, ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ გადაცემაში ვარ, მით უმეტეს ჩვენი ურთიერთობა ამდენი წელია გრძელდება. საერთოდ რა არის კლინიკა ტერდი? ტერდი რას ნიშნავს? ეს აბრევიატურა ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, ხო? ტერდი, ტერფის დიაგნოსტიკა, ეს არის სამედიცინო ბიომექანიკის და ორთოკინეზოთერაპიის ცენტრი, ეს არის ორთოპედია, ტრaumatologija, ეს არის ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა, პედოგრაფია, სკანირება, ინდივიდუალური სამკურნალო საკორექციო ხაბაშის დამზადება. იცით რა, მე მგონია რომ უკვე საკმაოდ ინფორმირებულია, იმიტომ რომ ჩვენი კლინიკა 24 წელია ფუნქციონირებს, ჩვენი პარტნიორები არიან ბელგიის და გერმანიის საერთაშორისო სამედიცინო კვლევითი ცენტრები და მათი ლაბორატორიები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს, მსმენელს უფრო გასაგები იოლი ენდით მივაწოდოთ ინფორმაცია. ეხლა მე რაზეც ვისაუბრებ, ზუსტად ესევე ვცდები, რომ ყველასთვის გასაგები იყოს მეგობრებო, იმიტომ რომ ექიმებმა ეს ისედაც იციან, რა თქმა უნდა, რა ხდება ტერჩი. ტერჩი ხდება ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა, თუ კი რამე პათოლოგია არსებობს და ეს პათოლოგია გაგიკვირდება და ძალიან ბევრი ახლა ზოგიერთს გონია რომ ტერფის პათოლოგია არის მხოლოდ ყელი ტერფი, როგორ გეკადრებათ, ეს არის სხვადასხვა ხარისხის წელტერფიანობა, კომბინირება ცოტა სამედიცინო მიმართულებით გამომდის, მაგრამ ეს დეტალები ისეთია რომ უნდა ახსნა, ხომ? ეს არის არა მარტო წელტერფიანობა, ეს არის ტერფბრუდობა, ეს არის ვარუსი, ვალგუსი, მაღალი თაღი, ნამგლისებრი ტერფი, ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება მარტო ტერფის პათოლოგიების დროს კი არ ხდება, ისეთი დაუშვათ, რაც არის ჰალუს ვალგუსი, ქუსლის დეზი, პლანტარული ფასიტეს ანთებებია და ნუ იცით ახლა რაც არის, ხო? ჰალუს ვალგუსი საერთოდ პოდაგრას გავს ძალიან, მაგრამ ძალიან ბევრმა დღესაც არ იცის, რომ პოდაგრა აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის, ჰალუს ვალგუსი აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის, ხო? პოდაგრის დროს შაბჯავაა, მაღალი, ეს არის რევმატოლოგის კომპეტენცია. ჰალუს ვალგუსური დეფორმაცია, ეს არის უკვე ტერფის პათოლოგია. როდესაც შეიძლება იყოს ბრტყელი ტერფი, როდესაც შეიძლება იყოს განივბრტყელი ტერფი, სწრაფად ვსაუბრობ. არა, გასაგებად და დინამიკურად, რაც თავარია. სწრაფად ხო არ გამომდის ძალიან. და კიდე რა არის, იცით? აი, ქალბატონებში რატო ხდება? კაცებში ხშირად ხდება, ამაზე სხვადასხვა ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას. კაცებში უფრო ხდება პოდაგრა. რატომ? კარგი მოკეიფე ხალხი ვართ. კაცები განსაკუთრებით. და თქვენ კიდე თქვათ, რომ ეს ტერფზე აისახება. აისახება, რა თქმა უნდა, აისახება. ზუსტად პოდაგრა არის შაბჯავა, მაღალია და შეუძლია პირველი ტიპის დახრის კუთხე და ქალბატონებში რა ხდება უფრო ხშირად? ჰალუს ვალგუსური დეფორმაცია. რატომ? მაღალ ქუსლიანი და ვიწროწირიანი ფექსაცმელი. მაგრამ ეს ხომ არ არის მხოლოდ ის პათოლოგიები, რაზეც შეიძლება რასთან დაკავშირებით ჩვენ კლინიკაში უნდა მობრძანდეთ, ხო? ეს ამის გარდა არის დაავადებები. სხვადასხვა პაციენტები კითხულობენ, რომ იცით რა, რაღაცა თითქოს ტერფი გადასარევი მაქვს, ეხლა ვიზუალურადაც არაფერი ისეთი არ ეთქო, მაგრამ რატომ დამინიშნა ექიმმა? რატომ დამინიშნა ლიმფოვენური უკმარისობის დროს? აძლიერებს რესორულ ფუნქციას, ტუმბოს ფუნქციას. იმ ძირითად დანიშნულებასთან ერთად, ანგიოლოგის დანიშნულებასთან ერთად, ხო, პრეპარატულ ჩარევასთან ერთად. თქვენ თუ არ გააძლიერეთ ეს რესორული და ტუმბოს ფუნქცია, შედეგი არ იქნება ისეთი ეფექტური. იგივე მდგომარეობა გვაქვს დიაბეტურ ტერფზე. ეს დიაბეტური ტერფი საკმაოდ რთული ამბავია, მეგობრებო, იქ ეხლა დროულად თუ არ მიხედა
ანგიოპათია მიდის, კაპილარული უკმარისობა მიდის, ხშირად ვითარდება წყური, შეიძლება თითი იყოს მოსაკვეთი, განგრენა, ცუდად უხორცდებათ რა. ამიტომ დროულად თუ მიხედავ და სიტყვაზე დიაბეტურ ღაბაშს ატარებ, ხო ცალკე ხა ვიტყვი რა არის ეს ღაბაშები, იმიტომ რომ ესეც კიდე ცალკე ეს არის ხოლმე სადაო თემა. დიაბეტურს თუ ატარებ, შენ განტვირთული გადის მაქსიმალური ზეწოლის უბნები, წყური არ განვითარდება, გადაჩენილი ხარ განგრენას, გადაჩენილი ხარ თითის მოკვეთას, ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს, ხო? ეხლა უშუალოდ ღაბაში რა არის? ღაბაში არის ფექსაცმელში ჩასაფენი. ზოგს გონია რომ ღაბაში არის მხოლოდ სუპინატორი, არა მეგობრებო, ეს არ არის მხოლოდ სუპინატორი, ეს არის სუპინატორი, პრონატორი, ორთოკორექტორი, სპორტული კორექტორი, დიაბეტური კორექტორი, გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიების დროს, გამოიყენება სპორტული დატვირთვის დროს. მე ეხლა რომ გავაგრძელო, არ ვიცი, ალბათ 1 საათი არ მეყოფა ამაზე რომ ვისაუბრო და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, გისმენთ და უფრო დეტალურად ვუპასუხებ მაყურებელს. რა მინდა რომ კითხოთ, აი ძალიან მარტივად გასაგებ ენაზე რომ ვისაუბროთ, მე მესმის თქვენ სამედიცინო ენაზე საუბრობთ და შეიძლება ეს ჩემი მსგავსი არაპროფესიონალისთვის იყოს აბსოლუტურად, ხო? ნახეთ რა მინდა კითხოთ, მე პირადად მქონია ესეთ შემთხვევა, როდესაც მიფიქრია, ხომ არა აქვს, აი მაგალითად ჩემს შვილებს, ბიჭებს, აი არა, ნახეთ როგორ შეიძლება გამოვავლინოთ, როგორ შეიძლება მივხვდეთ იმის აუცილებლობა, რომ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ექიმთან და შემდეგ გვითხრას ექიმა არის თუ არა ბავშვი კონტროლზე უნდა მივიყვანოთ თუ არა. აი ეს როგორ გამოვავლინოთ? ეს სახლის პირობებში არის ძალიან იოლი, ეს შეუძლია მაშინ ეჭვირა შემთხვევაში უნდა გაგვიჩნდეს, იქნება ეხლა ამაზე ვისაუბრებ ზუსტად. სიარულის მანერა, ჩაპლინის სიარული. აი ესე თუ დადის ბავშვი, იქ უკვე პრობლემებთან გვაქვს საქმე, იქ იქნება ბრწყელტერფიანობა სხვადასხვა ხარისხის. დათვი თუ დაბაჟბაჯებს წიგნით, ხო გინახიათ ხოლმე რა შეგიჩე ეს უკვე არის ვარუსი და ჰიპერსუპინაცია. ეს პრობლემა. ვიზუალურად ტერფს რო შეხედავთ, შეიძლება კონდეს დამგლისებრი ფორმა, ხა ნამგალიდაურო ჩვენ მათაობა მიწის ახალგაზრდებმა არიციან, მაგრამ აი ესეთი ფორმა აქვს და ნამგლისებრი ტერფი ქვია. შემდეგ ჩივილები, დაღლა, ტკივილი, რომელიმე მიდამოსი. შეიძლება საღამოს ბავშვი მოდიოდეს და თხოვდეს ეუნებოდეს დედას, რომ აი წვივის კუნთი მტკივა, ტერფი მტკივა. ბავშვი უნდა იყოს აქტიური, მეგობრებო, ბავშვი არის აქტიური, ეს არის ნორმა, ბავშვი არ არის ზარმაცი. ბავშვი თუ მალე იღლება, იმას რაღაც პრობლემა აქვს. ფეხსაცმლის ცვეთაზე, შიგნით ცვითავს თუ გარეთ ცვითავს, ხო? ესეც საყურადღებოა. აქაც უკვე ძალიან ბევრი დეტალია. შემდეგ ნახეთ რა შეა საქმე, ჰიპერპრონაცია, რას ქვია, როდესაც ტერფი ტრიალდება შიგნით, კოჭი მოდის შიგნით, ხუსლი გარდის გარეთ, შეუძლებელია ეს ადამიანმა არ დაინახოს. ჰიპერსუპინაცია, პირიქით გადადის გარეთ ტერფები. მე სახლის პირობებში ძალიან იოლად შეუძლია დედას შეამოწყოს ბავშვი. ესეც მინდა ვასწავლო თუ მაქვს რამდენიმე წუთი, ხო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგ შობას არაფერი არ გამოეპარება და მშვენივრად მიხვდება, უნდა მოიყვანოს თუ არა ექიმთან. გახადეთ, დააყენეთ. ოდნავ განზე კონდეს ფეხი, ჯერ ესეთი, ჯერ შეხედეთ ტერფებს. აი ზუსტად ის რაც ჩამოთვალე, შიგნით ტრიალდება თუ გარეთ ტრიალდება. ეს უნდა იყოს სიმეტრიული. შემდეგ მუხლის ხაზი უნდა იყოს სიმეტრიული. თეძოს მიდამო სიმეტრიული, შეჭრა, ბეჭის მიდამო და მხრის მიდამო. თან გააშლევინეთ ხელი, ხო? ეს ყველაფერი უნდა იყოს სიმეტრიული. სადმე თუ ნახეთ ასიმეტრია, იქ უკვე საუბარი გვაქვს, რომ რაღაცა პათოლოგიასთან არის საქმე და კიდე ძალიან იოლი რა არის, იცით? ესე შეიძლება ბავშვი თავისუფლად დადგეს, ხელი უბრალოდ ხელი რო ჩამოაშვებიოთ. აი უბრალოდ ხელი ჩამოაშვებიოთ და უთხრათ რომ დედიკო ცოტა ხანს წინ იყურე. თუ იქ ხერძის დარღვევა ავტომატურად თავს წაიღებს. იმიტომ კი არაო რომ უნდა ავტომატურად აღწაიღებს შეუძლებელია რომელი წლიდან შეიძლება ეს გამოვლინებები ქონდეს ბავშვებს დიაგნოსტიკა საერთოდ შესაძლებელია 4 წლიდან 4 წლამდე ბავშვს აქვს ბუთუთა ფეხები იქცხვი საფარველმა უნდა საფარველი უნდა გაილიოს ვერ იქნება სიმძიმისეც ვერ არეგულირებს და ამიტომ ვეუბნები ხოლმე მშობელს რომ ფეხი აიდგას ფეხში შველმა როგორია ბავშვი არის სენსორული ყველაფერს ხელს კიდებს აი სენსორულად აღიქვავს და სიმძიმის ცენტრის რეგულირებასაც ნელ-ნელა სწავლობს და უფრო იოლად ისწავლის ფეხში შველის სახლში. არავითარ შემთხვევაში ბავშვი რო ფეხის ადგმას აიწყებს, ნათი არ უნდა ჩავაცვათ ორთოპედიული ფეხსაცმელი. ჯერზეთი ყველას არ ჭირდება ეს ორთოპედიული ფეხსაცმელი. ხო, ეს ორთოპედიული ფეხსაცმელი ჭირდება თუ არა, მაინც ყიდულობენ და აცილებენ. ამაზე საუბრობ 24 წელი. 24 მეტად ძვირი ფასი ღირს და მგონი ეს მოდური გახდა, რომ ახლა ძვირი ფეხსაცმელი ჭირდება თუ არა, მაინც წარმოიდგინეთ, არ ჭირდება ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი, თქვენ ჩააცვით ტექნიკურად თაღზე დააყენეთ, ის გადავარდება ეს ფეხი შემდეგ გარეთ გადაიწევს 4 წლისას მომიყვანთ უკვე ვარუსის გასასწორებლად.
ამიტომ ორთოპედის დანიშნულების გარეშე არ უნდა ჩავაცვათ, ის კი არა ორთოპედებიც უკვე აღარ ნიშნავენ ამ ორთოპედიულ ფეხსაცმელებს, იმიტომ რომ იყიდება სპეციალური ბელგიური სტანდარტი, ახლა ჩვენთან რაც არის, რომელიც ხელს არ უშლის თაღის ჩამოყალიბებას და ისე აყენებს ტებს, რომ არც გარეთ გადატრიალდეს, არც შიგნით. 4 წლიდან უკვე შეგვიძლია დიაგნოსტიკის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში ამ ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება და რას ნიშნავს საერთოდ ეს ღაბაში? ხო, სხვადასხვა სახეობისთვის არის აბსოლუტურად სხვანაირი და ამიტომაც ქვია ინდივიდუალური, რომ დიაგნოსტიკის საფუძველზე პროგრამულად მზადდება ადამიანის, ისე კი არა გახსოვთ ადრე კახოვკაზე რო იყო ხოლმე. გეკითხებით, გასაგებია, ანუ ჩემო ხო, ფეხსაცმელში ჩასაფენია, ფეხსაცმელს გულისხმობთ, ხო, რომელიც ფეხსაცმელში უნდა ჩადო, ადრე რო ეძახდნენ, მხოლოდ სუპინატორი რო ეგონათ ეს ფეხსაცმელში ჩასაფენი. არა, ეს არის ღაბაში. შემდეგ წარმოიდგინეთ, ვიყენებთ 40 სახეობის მასალას, ბიომასალას 40 სახეობის ყველა პათოლოგიისთვის სხვადასხვა ამორტიზაცია, სხვადასხვა ფერებიც არის და მშობლების ხშირად იძახიან ხოლმე წითელი მინდა, ყვითელი მინდა ბავშვისთვის და არა, ესე არ არის. ეს არის იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცა უფრო იოლად დავიმახსოვრთ, ახლა ამდენი სახეობის დამახსოვრება არ მინდა და ყველასთვის ინდივიდუალურად მზადდება პროგრამულად. მე ეს არ არის დაუშვათ ის საფენი, აი ესეთ კითხვა ხშირად არის ხოლმე, რომ ალტერნატივა, კი ბატონო, არის იაფი ალტერნატივა აფთიაქში, მაგრამ ის არ არის სამკურნალო. ის არის ესეთი კომფორტისთვის და სილიკონები, როგორიც გაგეხარდებათ, ნაირ-ნაირია. ამას კიდე მეგობრებმა უნდა შეჩვევა. შესაძლებელია თავიდან საკმაოდ დისკომფორტულიც იყოს, იმიტომ რომ ესე არული ადამიანს და ჩვენ გინდა არ გინდა აიძულებს აბსოლუტურად სიმეტრიულად იაროს, ამიტომ ერთი კვირა 10 დღე მაინც უნდა რომ ტერფი შეეჩვიოს და თვენახევარი უნდა რომ მთელი საყრდენმამოძრავებელი სისტემა გადაერთოს ამაზე და წარმოიდგინეთ, ძალიან ხშირია ტერფის პათოლოგიის შემთხვევაში ხერხემლის გამრუდება. რა აზრი აქვს ხერხემლის გამრუდებაზე მუშაობას, მაგასაც ვაფრთხილებ ყოველთვის მშობელს, რაც არ უნდა იმუშაო, შენ იმ ხერხემლზე გამოვიდა ის ისევ თავის ჭკუაზე წავიდა და ამხელა შრომა ჩაყარა წყალში. შეიძლება არ გაცდით და ბოდიშ გიხდით, არ გამინაწყენეთ, მაგრამ მინდა რომ ბევრი რამ მოვასწრო და ბევრ კითხვაზე მივიღოთ პასუხი, თუმცა ამოუწურავ თემა ფაქტია. რახან ხერხემლის მკურნალობაზე შეიძლება ეტაპობრივად მიდგეს საქმე, მე ვფიქრობ ჩემი აზრით, რომ ეს არ იქნება მოკლე ვადაში მოსაგვარებელი. არა, ეს არის საკმაოდ პროლონგირებული, ამას წლები უნდა. არა, ესე იოლად ეს საქმე არ არის. მშობელს გონია ხოლმე რომ სიტყვაზე 4-5 წლიდან თუ დაიწყო და ისე ხერხემლის გამრუდება უფრო 8-9 წლიდან ვლინდება და გოგონებში უფრო მეტად და რაღაცა შედეგი დაიდო 1-2 წელიწადში. უიმე რა კარგია და ყველაფერი კარგად არის. არა, როგორ გეკადრებათ, გარდატეხის პერიოდი უნდა გადააგოროს, ჰორმონალური ცვლილება. ეს ყველაფერი უნდა გაძვალდეს. გოგონებთან თუ იწყება მუშაობა, ეს გრძელდება 18 წლამდე, ბიჭებთან გრძელდება 21 წლამდე. აი, ამ პერიოდისთვის უკვე რაც დაფიქსირდება, ის უკვე დარჩება მთელი ცხოვრება. მე ასევე აი ერთი წუთი გვჭირდება ეხლა ფაქტიურად არ მინდა რომ კლინიკაზე საუბრის გარეშე დავიშალოთ ხო აუცილებლად და მაგიტომაც მინდა რომ აი უკვე შევეხოთ უკვე კლინიკის მიმართულებასაც როგორც ინვენტარს ასევე პროფესიონალ კადრებს დღეს ანუ აი ამ ესე ვთქვათ აი სამედიცინო სერვისებს ხო რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ხე გისმენდით ყურადღებით და ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ აი სამედიცინო ჯაჭვი რომელიც განვითარებულია ამ წელში მაგრამ მიღმა ამ ყველაფრისა უკვე რა ტიპის ინვენტარული კომპონენტით ხორციელდება აღნიშნული ესე ვთქვათ თემების მონიტორინგი მკურნალობა და ასე შემდეგ და პლუს ამას უკვე ადამიანური რესურსის ნაწილზეც გვინდა რომ ფილიალებია აი ზუსტად კი ბატონო ძალიან საინტერესო კითხვაა და ეს კითხვა რო არ დაგესვათ ხო მე გავაგრძელებდი ახლა ეს კითხვა რო არ დაგესვა სამედიცინო გადაცემა გამოგვივიდოდა ესე იგი ტერფში არის ორთოპედია რეაბილიტოლოგია ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა, პედოგრაფია, სკანირება და ინდივიდუალური ღაბაშების დამზადება. ეს არის ვიწრო სპეციალიზაცია. ჩვენი ყველა ექიმს აქვს კვალიფიკაცია გერმანიაში, ბელგიაში, შესაბამისად აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა, ყველაფერი არის გერმანული და ბელგიური, საკმაოდ მაღალი ხარისხის. შემდეგ აქ სამედიცინო ლიცენზია ამ მასალას, იმიტომ რომ არის უსაფრთხო, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ფილიალები გვაქვს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ეხლა დაემატება მარნეული, შემდეგ კიდევ აპირებთ გაფართოებას და რატო იცით, ჩვენი მიზანი რა არის? ძალიან რთულია რეგიონებიდან ჩამოსვლა. აბა 2-3 ბავშვით ჩამოდი ჯერ დიაგნოსტიკა ჩაიტარე, მერე მორგებაზე ჩამოდი, კორექციაზე ჩამოდი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უწყობთ ადამიანებს ხელს, რომ ეს ადგილობრივად მოხდეს ყველაფერი. პროფესიონალი რამდენად მარტივად მოსაპოვებელია ექიმს გულისხმობ, ექიმებს გულისხმობ. საქმე იმაშია, რომ იქ ყავს არჩეულებრივი ექიმები და ის ექიმები გადიან შესაბამის გადამზადებას.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ამ ექიმს იმუშაოს. ხო, ეს უკვე არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მეც პერიოდულად ჩავდივარ 2-3 თვეში ერთხელ, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ვაკონტროლებ და კიდევ ერთი მინდა რომ ჩვენმა მსმენელმა იცოდეს, მოქმედებს ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა. აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაციას გავატართ. ასევე აფინანსებს მერია, გამგეობა, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში თქვენ ერთში მობრძანდებით და ჩვენი სტაფი აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაციას გაგემზადებთ. კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო ინფორმაცია. ძალიან საინტერესო იყო და შესაძლოა აი სამედიცინო რჩევები ყოველთვის არის ძალიან საინტერესო და ყოველთვის აი განსაკუთრებული ინტერესი მომდინარეობს ხოლმე და მithumetes მიხარია ის რომ ბიზნეს გადაცემაში გავხდით რაღაცა სამედიცინო რჩევების პროვაიდერებიც რაც ძალიან კარგია. მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის, რეკომენდაციებისთვის უპირველეს ყოვლისა. ნათია, დიდი მადლობა საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის, როგორც ყოველთვის ნათია შათირიშვილი, თამარ ჭიჭინაძე. გადაცემა მონეტიზაციის პირდაპირ ეთერში